ამერიკის ახალი უსაფრთხოების სტრატეგია მთლიანად ცვლის პარადიგმას. ამერიკის ინტერესებიდან გამოდის. რას ითხოვს ამერიკა ქვეყნის შიგნით და რას თხოვს ის ქვეყნებს. ტრამპი მოქმედებს სიტუაციურად. ამერიკის პოლიტიკის რუსეთი მაინც გამოწვევად რჩება. არ არსებობს ტრიპი და ზანგეზურის კორიდორი საქართველოს გარეშე. ვაშინგტონი ენდებოდეს თქვენს მეტისთვის ჩვენზე არ მოერგებიან, ჩვენ უნდა მოვერგოთ. ენერგომატერიალები მაგალითად აზერბაიჯანიდან გადის საქართველოს ტერიტორიის გავლით. რუსეთთან დარჩენა პირისპირ არის ჩვენთვის ყველაზე მძიმე პერსპექტივა. ჩვენ გასაკეთებელს ვერანაირ გააკეთებს. ბევრი საქმე აქვს საქართველოს წინ. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგია ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, უსაფრთხოების მთავარ საკითხებს, პრინციპებს, სტრატეგიას და იმ ძირითად მიმართულებებს, რასაც დაეყრდნობა შემდგომში ქვეყნის პოლიტიკა. ეს სტრატეგია 2025 წლის არის გარკვეულად განსხვავებული. თუ ავიღებთ ფორმატით, ის არის შედარებით უფრო მცირე და გაცილებით უფრო კონკრეტული, ვიდრე წინა პერიოდის დოკუმენტები, მაგრამ ყველაზე მთავარი განსხვავება მაინც აქ არის სხვა საკითხი, ხო? ეს დოკუმენტი ყველაზე უფრო მკაფიოდ და ყველაზე წინა პლანზე წამოწევს ამერიკის ინტერესს, აი უპირველეს ყოვლისა ამერიკა, თუ პირველი ამერიკა როგორც არის, რასაც ხშირად იმეორებს პრეზიდენტი ტრამპი. ყველა წინა დოკუმენტშიც სულად ბუნებრივია, რომ ამერიკის ინტერესი არის მთავარი, მაგრამ აქ არის ძალიან გამოკვეთილი, ძალიან ასე ვთქვათ, პრაგმატული და ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული რა არის მთავარი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამერიკა როგორ ხედავს თავის თავს, თავის როლს, თავის ფუნქციას, როგორი პარტნიორი უნდა იყოს ის სხვა ქვეყნებისთვის და როგორ ხედავს ასევე სხვა ქვეყნებს, სხვა რეგიონებს, როგორც თავის პარტნიორებს, მოკავშირეებს თუ მეტოქეებს. ამ კონკრეტულ დოკუმენტში პირველი პრიორიტეტი როგორც არის რეგიონალური პრიორიტეტების იერარქიას თუ ვნახავთ, პირველი ეს არის ნახევარი, ასე ვთქვათ, ჰემისფერო, რაც განსხვავებულია წინა პერიოდისგან, როცა მაშინ თქვა პირველი იყო აზია, შემდეგ იყო ევროპა, ეხლა არის ცოტა განსხვავებული იერარქია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომელი მიმართულება და რა რეგიონია უფრო პრიორიტეტული ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბუნებრივია, ჩვენთვის ყველა არის საინტერესო, მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესო რა თქმა უნდა არის ევროპასთან დამოკიდებულება და ეს ხდება და გახდა გარკვეულწილად სპეკულაციის საგანიც. ყველა ხედავს დოკუმენტში და ცდილობს დაენახოს რა არის მისთვის კარგი, რა ბენეფიტი ექნება და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს მიკერძოებული შეხედულებებია. სიახლე შეიძლება ჩაითვალოს ის რომ პრიორიტეტები, ანუ იერარქია არის განსხვავებული ამ დოკუმენტში, თუ კი წინა დოკუმენტებში თქვათ უფრო მაგალითად აზია იყო პირველი რიგის პრიორიტეტი, დღეს არის უკვე დასავლეთი ჰემისფერო, ანუ ცენტრალური ამერიკის და კარიბის და ასე შემდეგ და ევროპამ გადაინაცვლა მეორედან მესამე ადგილზე, თუმცა ეს არ ნიშნავს რაღაცა დრამატულს და განსაკუთრებულს, უბრალოდ ეს არის ხედვა, რომ ამ შემთხვევაში თქვათ აზია და აზიაში მიმდინარე და აზია ეს არის ძალიან დიდი და ფართო, ესმის რომ ჩინეთის მოიაზრება იქ და სხვა ქვეყნებიც, ეს არის ამ შემთხვევაში, ამ წუთისთვის, ამ მომენტისთვის ამერიკის უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მაგრამ ევროპას ეთქმობა ძალიან დიდი ადგილი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. მე ევროპაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სპეკულაციებიც სწორედ ამ მიმართულებით არის და სამწუხაროდ როგორ ბევრ საკითხში ხელისუფლება ამას იყენებს, სწორედ რაღაცა თავისი მესეჯ ბოქსის ჩამოსაყალებლად. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ყოველი ახალი ადმინისტრაცია აგერ ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ დოკუმენტს გამოსცემს და ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის დოკუმენტში გვაქვს
რაღაც გარკვეული გადახრები წინა სტრატეგიებთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად არის ეს მოულოდნელი ტრამპის წინა საარჩევნო რიტორიკიდან და მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ეგ კიდევ სხვა საკითხია. ვფიქრობ, საზოგადოებაში და ექსპერტთა წრეში გაცილებით ნეგატიურად შეფასდა, ვიდრე რეალურად არის. ტრამპი ისედაც მიიჩნეოდა იზოლაციონისტური ფრთის მიმდევრად, მონროს დოქტრინის მიმდევრად, რომელსაც სურდა ამერიკის ეროვნული ინტერესების კონცენტრაცია მომხდარიყო დასავლეთ ნახევარსფეროზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ნახეთ, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირეს მხარდამხარ ირანში სამხედრო ინტერვენციაც კი განახორციელა, რითაც საკუთარი პარტიის და მხარდაჭერების იზოლაციონისტური ფრთის გულისწყრობა გამოიწვია. რა არის ცვლილება წინა დოკუმენტებთან შედარებით, ეს ყველა შემთხვევაში არის რუსეთის ნაწილი, როდესაც რუსეთი არ მოიაზრება სტრატეგიულ საფრთხეთ და სტრატეგიულ გამოწვევად და მხოლოდ კონცენტრირება არის ანუ სტრატეგიის ნაწილში დიდწილად ჩინეთზე. არც ეს არ არის განსაკუთრებით ახალი და არც ეს არ არის რაღაც ტრამპის ადმინისტრაციის მიგნება. ჩვენ თუ გავიხსენებთ მისი წინამორბედების პოლიტიკას, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ობამას პოლიტიკას, გადატვირთვის პოლიტიკა იყო რუსეთთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე მის მიერ გაცხადებული 2010 წელს, რომ სტრატეგიული კონცენტრაცია უნდა მოხდეს ჩინეთზე, თუმცა ჩვენი შეფასებით, ფედერალისტების შეფასებით მცდარი მიდგომა, რადგანაც როდესაც რუსეთი არ სახელდება სტრატეგიულ საფრთხედ და გამოწვევად, განსაკუთრებით ჩინეთის კონტექსტში, თუ ჩინეთი არის სტრატეგიული გამოწვევა, აუცილებლად უნდა იყოს რუსეთის ფაქტორიც გათვალისწინებული და უნდა ყოფილიყო ასახული ამ დოკუმენტში ის საფრთხეები, რომელიც რევიზიონისტური პოლიტიკიდან გამომდინარეობს და კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკიდან, თუმცა გასაგები არის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის ტრამპის მხარდაჭერებში და რესპუბლიკურ პარტიაში და გარკვეულწილად ძალიან კარგი სტატია გამოქვეყნდა ამ დოკუმენტის ანალიზის National Review-ში, სადაც იზოლაციონისტებისთვის, ანუ შემკავებლებისთვის რაღაც გადაგდებულ პრიზად მოიხსენიებს ამ დოკუმენტს, რადგანაც მათი გულისწყრომა გამოიწვია, როდესაც მაგალითად გაზაში ინტერვენციის საშუალება მიცა ისრაელს და ეხმარებოდა და იგივე გააკეთა ირანში, ანუ ტრამპი მოქმედებს სიტუაციურად, ჩვენ ეს ვიცით, არის ტრანზაქციული პოლიტიკოსი და ის რაც არის დოკუმენტურად ასახული ამ სტრატეგიაში არ ნიშნავს, რომ ერთ-ერთი განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე დამოკიდებულება მოკავშირეების მიმართ, ესეც ცვლილება არის, როდესაც ევროპის მიმართ გაცილებით კრიტიკული პოზიციებს აჟღერებს ეს დოკუმენტი და ნაწილობრივ აქაც სამართლიანად, რადგანაც ის აძლევს თავის ევროპულ პარტნიორებს, რაღაც ცივილიზაციურ პარტნიორებს, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ამ 80 წლიანი პერიოდის მოკავშირეებს საშუალებას გამოფხიზდნენ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება შიდა ევროპული დისკუსიებისთვის, რადგანაც ჩვენ მოგვეხსენება, რომ დემოკრატიულ წყობილებაში ყოველთვის მნიშვნელოვანია ქვემოდან ზემოთ რა დაკვეთა მიმდინარეობს საზოგადოებაში და ჩვენ წინა აწლეულებში ხედავდით, რომ თვითონ ევროპულ საზოგადოებაში არ არსებობდა დაკვეთა უსაფრთხოებაზე და თავდასხმაზე, რადგანაც ეს უზრუნველყოფილი ჩანდა და ამიტომ თვლიდნენ, რომ ეს ფინანსური დანაზოგი, რომლის გადახდაც არ არის საჭირო, შესაძლებელი არის კეთილდღეობის სახელმწიფოში ტრანსფერირება, რაც არასწორი პოლიტიკა აღმოჩნდა, ეხლა ევროპას ექნება შესაძლებლობა ეს გამოასწოროს, თუმცა როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მივცეთ ჩვენ ამ დოკუმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მტრებს არ მივცეთ ამ დოკუმენტის არასწორად ინტერპრეტაციის და საზოგადოების დემორალიზაციის და ნიჰილიზმში შეყვანის საშუალება. ამერიკის ახალი უსაფრთხოების სტრატეგია მთლიანად ცვლის პარადიგმას მსოფლიო წესრიგის. ჩვენ ვიცოდით ამერიკა აქამდე როგორც სახელმწიფო, რომელიც ეხმარება ქვეყნებს დემოკრატიის გამტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, ზოგადად დემოკრატიული პრინციპების გამყარებაში ამ ქვეყნებში და სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ აი ამ კუთხით განისაზღვრებოდა, თუმცა ამ ახალი უსაფრთხოების კონცეფციით ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკა გადადის ახალ კონცეფტზე, ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ფაქტობრივად ამბობს, რომ ტრანსაქციონიზმი არის უფრო მნიშვნელოვანი, ადამიანის უფლებები, დემოკრატია არ არის ფუნდამენტი ურთიერთობების, არამედ სახელმწიფო ურთიერთობები არის და სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკაზე დამყარებული, სტრატეგიული ინტერესებზე და ამერიკა გადადის
ახალ სფეროში და ეს სფერო არის ამერიკა პირველ ადგილზე, America First, როგორც ამას ამბობდა ტრამპი თავის წინასაარჩევნო კამპანიაში. შესაბამისად, ეს ახალი დოქტრინა ეხმიანება მონროს დოქტრინას, რომელიც იყო ფაქტობრივად საუკუნეების წინ და ამერიკას ტოვებს თავის ჰემისფეროში, სადაც ის განაგებს თავის ისტორიას, ის ქმნის ახალ ისტორიას და წერს ახალ ისტორიას, სადაც ამერიკა არის მთავარი გმირი და ყველა დანარჩენი სახელმწიფო არის დამატება იმ დიდი ამერიკის კონცეპტის. ეს ასევე თვისობრივად განსხვავდება ობამას სტრატეგიისგან, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ინარჩუნებდა რუსეთთანაც, ჩინეთთანაც, მაგრამ ამავდროულად ცდილობდა დემოკრატიული სახელმწიფოების წინსვლა გაეგრძელებინა, დახმარებოდა მათ და არ გადაეხვია 80 წლიან ისტორიულ ღეზს და გზას, რომ ამერიკა არის ფუნდამენტი დემოკრატიის მშენებლობაში სოფლიოში და დემოკრატია, რომელიც ქმნიდა მშვიდობას. მშვიდობა, ანუ აქ არის მთავარი მაინც არის ის, რომ თუ ამერიკა აქამდე უყურებდა დემოკრატიას როგორც მშვიდობის გარანტორს, დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპის ახალი დოქტრინა ამბობს, რომ ეკონომიკური კავშირები არის მშვიდობის გარანტია. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც შემუშავებული იქნა 2025 წლის ნოემბერში. ეს არის 33 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ამერიკის შიდა და საგარეო გამოწვევებს, პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებს. საკმაოდ დიდი სხვაობა წინა ადმინისტრაციის, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიისგან, ასე ვთქვით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავდება სტილით, ტონით, გამოწვევებით. საერთო დეტალებიც ასაკული არის, თუ გადავხედავთ გეოგრაფიულად რა არეალს მოიცავს. აქ პირველ ადგილზე არის დასავლეთ ნახევარსფერო, რაც არის კანადა, ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, მე არის ცენტრალური ამერიკა, კარიბიის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკა, რაღაცნაირად პრიორიტეტებად თუ დავყოფთ. შემდეგი პრიორიტეტი არის აზია. ეს არის ძირითადი ფოკუსი ეთმობა ჩინეთს. იაპონია, განხილული იაპონია, დაუშვათ სამხრეთ კორეა, მათი უსაფრთხოების პრინციპები თუ როგორ უნდა რაწული უნდა შეიტანონ თავიანთ უსაფრთხოებაში, თუ შევადარებთ დაუშვათ 2022 წლის დოკუმენტს, დაუშვათ აქ ამ დოკუმენტში უფრო მეტი პრაგმატიზმი შეიმჩნევა, ეს არის უფრო პრაგმატული, რაღაც რეალისტურ ხედებზე დამკვიდრებული, მოითხოვს მეტი წილის შეტანას დაუშვათ იგივე პარტნიორებისგან, როგორც არის სამხრეთ კორეა, იაპონია, გამართულებით. ჩვენი პერსპექტივიდან ძალიან საინტერესოა ალბათ ევროპის მიმართება. ეს დოკუმენტი ევროპის მიმართ მოიცავს კრიტიკას, რაღაც გარკვეულწილად, განსაკუთრებით როგორც საიმიგრაციო პოლიტიკა, ევროპის ან დაუშვათ ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამერიკა აღიქვამს ევროპას როგორც თავის პარტნიორს, მნიშვნელოვან პარტნიორს, უბრალოდ ანალოგიურად მოითხოვს ევროპისგან მეც მისი უსაფრთხოების, ანუ მეტი წილი შეიტანოს ევროპამ თავის უსაფრთხოებაში. იგულისხმება ნატოს მოთხოვნა მუშების 5%-მდე გაზდა, მოგეხსენებათ რომ ბევრი ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყანა არ ასრულებს ამ მოთხოვნას, ან ვერ ასრულებს. აქამდე იყო 2%, გაიზარდა 5%-მდე ეს მოთხოვნა. და ნუ საკმაოდ ვფიქრობ სამართლიანი მოთხოვნა ამერიკის მხრიდან. რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით, ნუ რუსეთი არის პრობლემად აშკარად დარჩენილი ამ დოკუმენტში და ხაზგასაცმელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემუშავებულ ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში პრიორიტეტი არის მშვიდობის დამყარება, ხო? და ნუ აქ ნათლად ჩანს, რომ უნდა მოხდეს რაღაც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, რუსეთის აგრესია უკრაინაში გავეხილოთ, უნდა დასრულდეს მშვიდობით და ნუ ევროპას მოეთხოვება ბევრად მეტი წილის შეტანა და რაღაცნაირად განიხილება ევროპასა და რუსეთს შორის სიტუაციის ნორმალიზება. შემდეგი არის უკვე ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნები. ნუ პრინციპში ნებისმიერ ძირითადი ხასიათი ამ დოკუმენტის არის, რომ ამერიკის ინტერესებიდან გამოდის. თუ ავიღებთ დავუშვათ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, იქ რაღაც ფასეულობებს მეტი ადგილი ეთმობა დემოკრატიის გავრცელებას, კლიმატის პრობლემებს გამოწვევს. აქ ეს მომენტი პრაქტიკულად არ არის. და პრინციპში ძირითადად მაინც ამერიკის პოზიციიდან და რაღაც ამერიკა ფერსტ ამ იდეის ასენ გავითარებაზე და დამყარებული. აი ტრამპი ყვება სტრატეგიას. ძალიან პირველ პირში დაწერილი დოკუმენტია და იწყება იმით, რომ აი როგორ აცდა ამერიკა
თავის გზას. და შემდეგ როგორც ცდილობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია დაუბრუნოს ამერიკას თავისი გზა, ხო? ეს ძალიან საინტერესო. ამას გარდა არის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, როგორ აყალიბებს ხედვას ამერიკა, თავის ხედვას, როგორც შიგნით, ერთ-ერთი თავია, რას ითხოვს ამერიკა ქვეყნის შიგნით და რას თხოვს ის სხვა ქვეყნებს, დანარჩენ მსოფლიოს, ხო? ნუ რასაკვირველია, მშვიდობაზე კეთდება აქცენტი, მაგრამ ამავე დროს ერთი ძალიან საინტერესო პარაგრაფია მეაქცევდი თალფოდ ყურადღებას, რომ ჩვენ ვართო ვემხრობით პრაგმატის, მაგრამ თლად პრაგმატიკოსები არა ვართ. ვემხრობით რეალის, მაგრამ სულ რეალისტები არა ვართ. ვემხრობით ლიბერალის, მაგრამ იდეალისტები არა ვართ. ვემხრობით მშვიდობას, მაგრამ ესე იგი მტრედების არ გვჯერა. და მშვიდობას ძალით ვემხრობით, ხო? ეს ძალიან საინტერესოა, ხო? რაღაცნაირად ამაში ჩანს, თქვათ, რაღაც სიტყვების თამაში და მთელი ამ ტრამპის სტრატეგია და დამოკიდებულება. ასევე ტრამპი აბრუნებს ერის სახელმწიფოს რაღაცა გააზრებას საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი კრიტიკა არა მარტო ბაიდენის და ობამას ადმინისტრაციას, ყველა ადმინისტრაციას ეკუთვნის, ასე რომ ვთქვათ, ცივი ომის დასრულების შემდეგ. იმიტომ რომ აი რასაც ამბობს, აი სადღაც გაუბერესო. შეიძლება აი ზუსტად ამ სიტყვას იყენებს ფაქტობრივად. Why America went astray, ხო? მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში არის თქვენ როგორ გესმით. და აი ის რო კლიმატზე წერია, რომ ეს არის რაღაცა კლიმატის საკითხები საერთოდ სისულელე, რომ ეს გვასუსტებს ჩვენ და ამაზე ვარის თქმით ჩვენ აი ეს რეინდუსტრიალიზაციის გეგმა რაც არის ამერიკაში დაბრუნდება მრეწველობის, რომ ამაში გუშლიდაო ხელსო და ესო მორჩაო, ნუ ესევე რასაკვირველი აკრიტიკებს და ამისთვისაც იცლის ამ დოკუმენტში ეს მრავალფეროვნება, სამართლიანობა, ინკლუზიურობის იდეას, ასევე ლაპარაკობს ბირთვული მიმართულებით, საინტერესოა, რომ ბირთვული დეთერენსის, ხო, შეკავების ერთგულია და ამას ასევე აგრძელებს სტრატეგია, რომ რასაკვირველია ბირთვული ტექნოლოგიების განვითარება, ენერგეტიკა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, სამხედრო მიმართულებით სიძლიერე ეს არის და რაც საშუალებას მოგცემს ჩვენი საზღვრების გაძლიერების, ასევე ესეთი ძალის პოზიციებიდან საუბრის, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ ყველა ქვეყანა არის თანაბარი საერთაშორისო ურთიერთობებში, ხო, ძალთა ბალანსის, აი ეს ერის სახელმწიფოს იდეის დაბრუნებით. რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებას, აი საგანგებოდ ვუყურებდი და ერთ კონტექსტშია გამოყენებული აფრიკასთან მიმართებაში, ანუ ფაქტობრივად ის რაც წინა განსაკუთრებით დემოკრატების საერთო კონცეფციებში, აი საერთაშორისო დახმარება ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეხლა ეს არ არის. პირიქით აქ წერია, რომ აი აფრიკასთან მიმართებაში, რომ მაქსიმალურად ეს უნდა იყოს მის განვითარებაზე, ბიზნესის განვითარებაზე, აი რაღაცა ორმხრივად სასარგებლო და ეს არ უნდა იყოს ჩერითი და რაღაცა ქველმოქმედება, ხო? ამიტომ აბსოლუტურად აი აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც დაიწყო USAID-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გაუქმებით, ეს ბოლომდე გრძელდება. ახლო აღმოსავლეთის საკითხი აქტუალურია, ასევე იხსენებს აბრაჰამის აკორდს, ხო, შეთანხმება, რომელიც პალესტინს, ეს უბრალოდ ეს ეხება მთელი არაბული ქვეყნების და ისრაელს შორის რაღაცა მშვიდობის დამყარებაში, რომ ეს ხაზი გრძელდება, ასევე ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ აი ხა ევროპის კრიტიკაზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთი საკითხია ის, ასევე ლაპარაკობს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ძლიერი ევროპა ამერიკისთვის. მაგრამ მოკლევადიან პერიოდში აი ეს მოთხოვნა პრინციპში ეს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა პრინციპში ევროპას რაღაცნაირად ასუსტებს მოკლევადიან პერიოდში, იმიტომ რომ აი ამ გადართვას, აი ამ ინვესტირებას ბევრი რესურსი ჭირდება. და აი მონროს დოქტრინაზე წერია, რომ აი ვაგრძელებთ, მაგრამ ცვლილებით, სახეცვლილი მონროს დოქტრინაა. აი ესევე უწერია სწორედ, წერია ამ დოკუმენტში და რას ნიშნავს? აი unlisting expanding ამბობს, ხო? ეს იგი ახალი პარტნიორების მოძიება და გაფართოება პარტნიორობის, ოღონდაც ბიზნესის მიმართულებით, ხო? რომ აი ეს დილმეიკერი, ხო? აი რაღაცა კარგი მომლაპარაკებელი ტრამპი აგრძელებს ამ ხაზს სტრატეგიაში და აქ გავჩერდა. ქვეყანათა დამეგობრებას. კი, ქვეყანათა დამეგობრებას. უსაფრთხოების ჭრილში შევხედავდი, მაგ შევხედავ მაგ დოკუმენტს, მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი არის ახალი შესაძლებლობა, როგორც გამოწვევების თვალსაზრისით, ასევე თქვა
ქვეყნების საკუთარი პოლიტიკის ფორმირების ნაწილში მათ უნდა გადახედონ, მათ შორის ჩვენს უნდა გადავხედოთ ჩვენ სტრატეგიას, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რა ტიპის ფორმატს ვიჩერთ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის ნაწილში. საინტერესო ერთი კომპონენტი რამდენად შეძლებს ეს დოკუმენტი პრაქტიკულ მოქმედებაში გადათარგმნას. ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის წინააღმდეგობები თვით ვაშინგტონში არსებობს. დღევანდელ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდში, ასევე მომავალ წელს იგეგმება შუალედური არჩევნები, შედეგები ჯერჯერობით პროგნოზირებადი არ არის, შესაძლოა დოკუმენტის რაღაცა ნაწილი პრაქტიკულ რეალიზაციაში წავიდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების ნაწილში ალბათ რაღაცა ცვლილებები შევა, განსაკუთრებით უკვე ევროპასთან მიმართებაში, ვინაიდან გარკვეული ტიპის შიშები, შეშფოთებები ამ დოკუმენტთან და ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით არსებობს. მუშიპოს 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეს არ არის ახალი საკითხი, რეალურად ეს საკითხი უკვე მრავალი წელია დღის წესრიგში დგას და გარკვეულწილად ცალკეულმა სახელმწიფოებმა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგეს, შეიმუშავეს საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგიები, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს ცალკეული ევროპული ქვეყნებისთვის არ იქნება პრობლემა და ამ საკითხს ძალიან მალე აღასრულებენ. და ვფიქრობ, რომ საკითხი ალბათ მომავალ წელს გარკვეულწილად სახეს იცვლის, თუმცა ეს ძირითადი ხედვა, ტრამპისეული ხედვა ალბათ დარჩება ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი და დაჭირდება რამდენიმე წელი იმისათვის, რათა ეს დოკუმენტი გახდეს არსებითი საყრდენი საწყისი წერტილი ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების კონტექსტში პოლიტიკის ფორმირებისა. Ancheni ალბათ დისკუსიის საგანი იქნება ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, როგორ ვერგებით ამ ახალ მოცემულობას, როგორ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს თუ როგორ შევაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დავდგებით. შეგვიძლია ვთქვათ რეალურად, რომ ეს დოკუმენტი მეტწილად ვთქვათ, როგორც ვიცნობთ აქამდე ამერიკას, რომელიც იყო ვთქვათ ფასეულობების გამტარი სხვადასხვა ქვეყნებში და მხარდაჭერა ხდებოდა რაღაც ინსტიტუციების სამოქალაქო ფასეულობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ხო? არა მხოლოდ ეკონომიკური. შეიძლება ითქვას, რომ ეს სტრატეგია არის ვთქვათ უფრო სახეცვლილი და უფრო მეტად რაღაც ეკონომიკულ პარტნიორებზე დაფუძნებული ვიდრე ამერიკას როგორც ვიცნობდით აქამდე, რომელიც ატარებდა ამ ფასეულობრივ მხარდაჭერას, თქვათ, ინსტიტუციონალურს. შეიძლება რაღაცა მსგავსი ილუზია გაჩნდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის. ჩემი ხედვით ამ დოკუმენტში და ტრამპის ადმინისტრაციასაც უყურებ, უბრალოდ არის რომ უფრო ეფექტური გახდეს ამერიკის მუშაობა, ინსტიტუტების მუშაობა და რაც არ არის ეფექტური იმის შეცვლა მოხდეს. და რო არ ხდებოდეს რაღაცა ფუჭი დროის კარგვა და რაც თავი სამართლიანად ხდებოდეს იგივე ამერიკის მიმართ, ხო? რაღაცები. ნუ ხა კიდევ თუ უსაფრთხოების საკითხებს დაუბრუნდებით და ევროპის უსაფრთხოებზე ვლაპარაკობთ, ალბათ არ ვიცი, 90% შეიძლება მეტი მოდის ამერიკის წვლილი უსაფრთხოებაზე ევროპის, ხო? ანუ რაღაცნაირად ყველამ თავის უსაფრთხოების თვითონ შეიტანოს. ანალოგიური ნებისმიერი მიმართულების, ხო, რაღაც პროგრამები, რომელიც თუ ხედავენ რომ არ არის ეფექტური და ხდება მისი გამოყენება ამერიკის საზიანოდ, ალბათ უნდა შეიცვალოს. პირიქით ეს ალბათ უფრო უკეთესისკენ გადადგმული ნაბიჯია ვიდრე რაღაც უფრო ეს შევხედოთ. მე მაინც თქვათ ესე არ ვფიქრობ. სიტყვა დემოკრატიაც კი სულ ორჯერ თუ სამჯერ არის მოხსენიებული დოკუმენტში. მაშინ როდესაც წინა სტრატეგიები, რომელსაც ასე ძალიან კარგად ვიცნობდი, იქ მთელი აქცენტი იყო სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, რაღაცა ტოლერანტობა და თანასწორობა ამ საკითხებზე. ანუ ეს დოკუმენტები სადღაც 200 გვერდამდე იყო ხოლმე, სადაც ძალიან დეტალურად იყო ჩაშლილი, რას აპირებდა ამერიკა. ფაქტობრივად ეს დოკუმენტი იყო სახელმძღვანელო შემდეგ USAID-ისთვის და ყველა იმ ინსტრუმენტისთვის, რომელსაც ამერიკა უკვე პარტნიორებთან, სხვა ქვეყნებთან და სხვა რეგიონებში იყენებდა. ასე რომ ეს აქცენტი ნაკლებად იქნება, თუმცა რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ესე იგი დიქტატურებს ხარს დაუჭერს ამერიკა, ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, მაგრამ აი თქვათ იმის მითითება დოკუმენტში წერია, რომ ჩვენი ელჩების მთავარი ამოცანა, აი პირდაპირ რაც კარგად დამამახსოვრდა, არის ის, რომ ახალი ბიზნეს პარტნიორები გაუჩინოს ამერიკულ ბიზნესებს. აი, ოღონდ ყველა ქვეყნის ყველა ელჩის დემოკრატიულ თუ არ დემოკრატიულ ყოველთვის ეს არის თავარი ამოცანა. რასაკვირველია. არა, მაგრამ აი ასეთი პირდაპირობით, ასეთი ხაზგასმით არ იყო ხოლმე, ხო? რაღაცა სხვა რამეები იყო მნიშვნელოვანი. ანუ ამას კი არ ვუწუნებთ, რასაკვირველია. ეს დოკუმენტი პირველ რიგში არის ქვეყნის დოკუმენტი, ხედვის დოკუმენტი
პრიორიტეტი და შენი საკუთარი ძალების და ინსტრუმენტების მოძიების, გაძლიერების იმისთვის, რომ ეს პრიორიტეტები, ეს ხედვა, ეს მიზნები, ეს ამოცანები შეასრულა. მაგრამ აშკარად გადახედა პრიორიტეტებს ის, რომ მთელი აქცენტი არის ჩინეთზე გაკეთებული და პრინციპში ძალიან ცოტა წერია რუსეთზე. რუსეთი აი რაღაცნაირად გაურკვეველია. შეიძლება ამ კუთხით სწორედ დაზუსტდეს მეჭვი მაქვს. რუსეთთან დაკავშირებით სავარაუდოდ აი თქვენ რას წერია და მოდი იქნებ ვიპოვოთ საერთო ენა და საერთო ენა ეს წერია, ხო? თუმცა უფრო მეტი რაღაცა ბუნდოვანებაა და თუ რამე გადაიხედება და ეს იმაზეც არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ეს მიმდინარე პროცესები როგორ დასრულდება, საერთოდ დასრულდება თუ არა, ალბათ ან სად გაჩერდება, შეიძლება ჩვენ რაღაცა შესწორება ამ დოკუმენტის კონტეს, ან პოლიტიკის დონეზე მაინც, ხო? ალბათ მაგ ნაწილში იქნება ძირითადი აქცენტი, რომელსაც ჩვენ ყველაზე ადრე ვიგრძნობთ და დავინახავთ. რაც შეეხება ღირებულებების ნაწილში, არ ვფიქრობ, რომ ამერიკამ შეიძლება პრიორიტეტების შეცვალოს ოდნავ, კოეფიციენტები დაუკლოს ცალკეულ ღირებულებებით რაღაც ნაწილში, ალბათ რაღაცა თემას, ბიზნეს, ეკონომიკას, ახალ სავაჭრო ურთიერთობებს გადმოწევს წინა პლანზე და თქვა სხვა ტიპის საკითხებს მეორე პლანზე. ელჩების თემას გავაგზავნებ, ცნობილი ფაქტია, რომ რამოდენიმე ათეული ელჩი გამოიწვიეს უახლოეს მომავალში მათ მოუწევთ ვაშინგტონში ჩაბრძანება და შესაბამისად იქიდან ალბათ ბევრი ვეღარ გააგრძელებს დიპლომატიურ სამსახურს და ალბათ ეს იქნება ამ შემუშავებული ახალი სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზაციის ახალ პირველი ეტაპი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩები არიან დედაქალაქების იდეების, ხედვების და მოსაზრებების, ასე ვთქვათ, პირველი გამზიარებლებით, შეიცვლება ალბათ ამ მიმართულებით ბევრი რამე და შესაბამისად მათი მოქმედებები, მათი აქტივობა წარმოაჩენს უკვე ფარდებს მიღმა არსებული დისკუსიების და მოლაპარაკებების ძირითადი მიზნების კონტრიბუცია როგორ მოხდება სხვადასხვა ქვეყნებში. ღირებულების ნაწილში დაუბრუნდები და ვიტყვი, რომ ალბათ ეს ის თემებია, რომელსაც ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გაექცევა, იმას მოუწევს ამ თემებზე მუშაობა და სხვა ქვეყნებთან ამ თემების დაცვა, ამ საკითხების იგული რაღაც საკითხების თემების პოზიციონირება, თემებზე პოზიციონირება, თუმცა ალბათ პირველ ეტაპზე მაინც გადმოწევს სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხებს. თუმცა ეს თემაც თავის ნაწილში მოიცავს პარალელურად უსაფრთხოების საკითხებს, პარალელურად სტაბილური ქვეყნების შექმნის საკითხებს და მას ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომ რაღაცა თემებზე მოახდინოს რაღაცა თემების იგნორირება. რაც შეეხება ჩვენ ნაწილში, ასე ვთქვათ, ევროპის უსაფრთხოების ნაწილში, ალბათ სრულიად ვიზიარებ, ერთ-ერთი საკვანძო თემა, რომელსაც ჩვენ ვიგრძნობთ, ეს იქნება კიევი-მოსკოვის მოლაპარაკება, რა ფაზაზე, რა კონტექსტში გაჩერდება, ამას ალბათ უკვე იანვრის თვეში დავინახავთ ცხადად და თუ რამე ცვლილებები შევა, სწორედ მაგ ნაწილში შევა. თუ დაიწყება ცვლილებები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი ალბათ განიცდის გარკვეული ტიპის ცვლილებებს სხვა ნაწილებშიც და სავარაუდოდ ერთი წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც ეს დოკუმენტი დაიხვეწება, უფრო სწორ, ასე ვთქვათ, წახნაგები უფრო ვთქვათ, სხვანაირი გამოჩნდება და ალბათ შემდგომში იქნება ეს დოკუმენტი, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩამოაყალიბებს ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ძირითად ვექტორებს. ბევრი არ წერია რუსეთზე და რაღაც ევროპის კონტექსტში არის განხილული, მაგრამ უნდა განვიხილოთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, ანუ ამერიკის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში და ალბათ არ იქნებოდა სასურველი ზედმეტი ყურადღების და რაღაც ზედმეტი დამძიმება სიტუაციის, თუმცა დიპლომატიური კუთხით ვფიქრობ. და როცა გადაწყდება ეს საკითხი, ალბათ უკვე მე რაღაცები შეიცვლება და რაღაც უფრო გამოიკვეთება ნათლად. ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი სიტუაცია არის, რაც მოქმედებს რაღაც ნაკლებად რუსეთის გამოჩენას ამ დოკუმენტში. განაპირობა იმოცნობა. ზუსტად იმ მოლაპარაკების თემა, ჩემი აზრით. ჩვენთვის საინტერესო არის ყველაზე უფრო მეტად ის დამოკიდებულება, რაც არის ევროპის მიმართ, რა არ მოწონთ და რა არ მოწონს ამერიკის პრეზიდენტს, სხვა შორის ის არც მალავს ამას. ძალიან კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს ამ დოკუმენტის მიღმაც, ყველა ინტერვიუში. უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, კონკრეტულ საკითხებს დავასახელებთ, ეს არის ალბათ მიგრაციის საკითხები, ეს არის ეკონომიკური თემები, რომელიც ევროპასთან ესეთი სენსიტიურია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ შემთხვევაში ეს რამდენიმე თემა, რაც განსაკუთრებით ატაცებულია, მათ შორის რუსეთის მიერაც და რუსეთის პროქსი სახელმწიფოების, ან მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორც
ჩვენ ვართ და სამწუხაროდ საქართველოს დღეს მის ხელისუფლება, დღეს არსებული ხელისუფლება არის სწორედ იმ ხაზზე, იმ გზავნილების ხაზზე, რაც არის რუსეთიდან და აქ არის აი სამ საკითხზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება, ეს არის ნატოს თემა, იმიტომ რომ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არა ის რომ ნატო არ უნდა იყოს და ანტო უნდა დაიშალოს და ასე შემდეგ, არამედ ნატოს მუდმივი გაფართოების ეს კონცეფცია შეიძლება იყოს სხვაგვარი. ასევე ეს არის რუსეთთან ესეთი სტრატეგიული სტაბილურობის თემა, რომელიც არის ასევე ამ სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნული და რაც არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიმართ უნდა იყოს დათმობები და ყველაფერი ასე ვთქვათ, უნდა იყოს ისე, როგორც რუსეთს უნდა, როგორც და თითქოს ეს რაღაცნაირად გვაიძულებს და აიძულებს საქართველოსაც, რომ აი ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული და ასევე ეს არის ევროპის საკითხი, რომ თითქოს ახლა რაღაცნაირად დიდი გამოწვევა გააკეთა ტრამპმა ამ დოკუმენტი და ამერიკის ხელისუფლებამ ევროპის მიმართ და ეს არის რაღაც ახალი ცივი ომი და მოკლედ ევროპის მიმართ ეს დაპირისპირება ასევე თითქოს ამართლებს იმ აბსოლუტურად მავნებლურ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ხედავთ საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით. რა არის ხა ამაზე ჩვენი პასუხი და რას უნდა აკეთებდეს ნორმალური ხელისუფლება, ადეკვატური ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო არ უნდა იყოს რაღაცნაირად რუსეთის გავლენის სფეროში მუდმივად. ეს ყველა ეს თუნდაც ასე ვთქვათ, რაღაცა დაძაბული პარაგრაფები, რაც ან წინადადებები, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ, ისე როგორც აი რაღაცა მიკროკრიზისები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით შესაძლებლობებსაც ქმნის, ისე როგორც ნებისმიერი კრიზისი რაღაც შესაძლებლობებს ქმნის. პირიქით ასე უნდა შევხედოთ, რომ ამერიკა ითხოვს თავის პარტნიორებისგან და პირველ რიგში ევროპისგან ის იყოს უფრო ძლიერი. ის იყოს ეკონომიკურადაც უფრო ძლიერი, უფრო სერიოზული თავდაცვისუნარიანი იყოს და ამას ითხოვს არა მარტო ევროპისგან, არამედ ყველა პარტნიორისგან. ეს არის პრაქტიკულად პრინციპი, როგორც აი მეტი მეტისთვის, როგორც არის უკეთესად ხარ მომზადებული, მეტი თავდაცვა გაქვს უკეთესი, უფრო უკეთესი დემოკრატია და დემოკრატიას აქვს სხვა შორის საგანგებოდ ესმება ხაზი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ სინერგიას, რომელიც ამ შემთხვევაში ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება იყოს ამ სფეროში და უნდა იყოს კიდეც. და თუ გაქვს მეტი, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია შენ ქვეყანაში, იქნება ეს ეკონომიკა, თავდაცვა, დემოკრატია, უფრო უკეთესი პარტნიორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები შენი. დღის მდგომარეობით ჩვენთვის ჩვენ ვართ ერთ-ერთი სავარაუდოდ გამონაკლისი ქვეყანა, რომლისთვისაც არსებითად ვითარება არ შეცვლილა, იმიტომ რაღაც ბოლო პერიოდის განმავლობაში იდენტური მდგომარეობა ნარჩუნდება. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა და პერსპექტივა ნატოში ინტეგრაციის, მაგრამ ამ თვალსაზრისით არსებითი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა. ეხლაც ეს პროცესი გაჩერებულია. პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალისხმევა ამ მიმართულებით არ გადადგა, არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, პარტნიორებთან დაახლოებისთვის არაფერი გააკეთა, პირიქით ყველაფერი გააკეთა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ივანიშვილის რეჟიმმა, რომ მომხდარიყო საქართველოს იზოლაცია და საქართველო არ გამხდარიყო დაპირისპირების საკითხი დასავლეთ პარტნიორებს და რუსეთს შორის. ამიტომ უშუალო გავლენა არ ექნება საქართველოზე დღეის მდგომარეობით, მაგრამ ასევე ჩვენებს გამოწვევას, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რა არის დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტი, როდესაც მაგალითად ევროპას აკრიტიკებს სწორედ მათ შორის ფუნდამენტური უფლებების ნაწილში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. ჩვენ გვახსოვს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი-დი ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ის სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობდა. ანუ ეს არის ის საკითხები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ დოკუმენტის ფარგლებშიც რჩება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის ფუნდამენტურად სასიცოცხლოა ამ თემებზე მუშაობა. ქართული დემოკრატიის სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერება, მეტი პლურალიზმი, თავდაცვაზე ზრუნვა, რეგიონალური ალიანსები, ანუ მაქსიმალური დიპლომატია, მაქსიმალური ძალისხმევა და არა დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია, არამედ ნებისმიერ ფორმატში მათთან დაახლოება, რომ როცა დადგება ისეთი მომენტი და ის აუცილებლად დადგება და ჩვენ ვნახეთ უკრაინაში რუსეთის სრული შეჭრის შემდეგ, საერთოდ არის დღის წესრიგი
რიგში შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, მაგრამ ერთი წლის ვადაში ეს ყველაფერი დაალაგდა. ანუ შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში იქნა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, რადგანაც შვედეთი და ფინეთი იყვნენ მზად. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად შემდეგი შესაძლებლობის ფანჯარისთვის. ერთი შეხედვით ეს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგია თითქოს ავტოკრატებს აძლევს საშუალებას მათ ძალაუფლება განიმტკიცონ, თავარია მათ ჰქონდეთ სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკური კუთხით ამერიკასთან. ამერიკა აღარ შეაწუხებს მათ ადამიანის უფლებების დაცვის გამო, აღარ შეაწუხებს მას დემოკრატიული ფუნდამენტის გამო, არარსებობის გამო. შესაბამისად, ერთი შეხედვით ეს ჩვენ მსგავსი ქვეყნებისთვის, ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის აჩენს განცდას, რომ ჩვენ მარტო დავჭით და ჩვენაირად ჩვენი მსგავსი სახელმწიფოები თითქოს მარტო დარჩნენ ავტოკრატების წინაშე. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სტრატეგიაში არის ერთი მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენ საქართველოს მსგავსი სახელმწიფოებისთვის ტრაექტორიას და ეს არის ევროპასთან მიმართებით არსებული ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ამერიკამ უნდა დაიცვას ევროპა მტრების დომინაციისგან ევროპის სტრატეგიულ სიღრმეში. სადაც შედის ასევე როგორც პერიფერია, ასევე ევროპის ძირითადი სახელმწიფოები. ჩვენ თუ განსაზღვრავთ და განვსჯით რა არის ევროპის პერიფერია, დავინახავთ ცალსახად, რომ ევროპის პერიფერია არის საქართველოს შავი ზღვის აუზი და შავი ზღვის აუზში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის მოწინააღმდეგების დომინაცია არის ამერიკისთვის აი ამ დოქტრინიდან გამომდინარე წითელი ხაზები. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ჩანაწერი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი ერთობისთვის, ჩვენი დემოკრატიული პარტიებისთვის და არა მარტო პარტიებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და აქტორებისთვის, ვინც ამ წინააღმდეგობაში არის ქართული ოცნების წინააღმდეგ, არის მნიშვნელოვანი თემა, კონცეფტი, რომელზეც უნდა ჩვენ ბევრი ვისაუბროთ, ვინაიდან ჩინეთის, ირანის და რუსეთის დომინაცია რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, საზღვაში, საქართველოში როგორც გეოპოლიტიკური ტრანზიტულ ქვეყანაში არის ამერიკისთვის წითელი ხაზები და ეს სწორედ აი ამ კრიტიკით ახსავსე ამერიკის უსაფრთხოების დოქტრინაში არის ხაზგასმული. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასევე ამერიკასთან, ვინაიდან იმ წითელ ხაზებს კვეთს მხოლოდ ქართული ოცნება, სწორედ ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან თანამშრომლობით. საქართველოს ამ დოკუმენტში ცალკე ნაგულისხმები არ არის, მაგრამ საქართველოს პოზიციონირება უნდა ხდებოდეს ევროპის პერსპექტივაში და არა რაღაც ცალკე გამოყოფილ ნაწილად. და საქართველოს პოზიციიდან უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელი მიდგომები. ეს დოკუმენტი არა მარტო ამერიკისთვის არა, არამედ ყველა ამერიკის პარტნიორისთვის არის, ხო? და ჩვენც ნათელია უკვე დღევანდელი ხედვა. რა არის ამერიკის ინტერესები და როგორ აპირებენ მუშაობას შემდეგი 3 წელი, ხო, მინიმუმად. თანამ პრეზიდენტი ტრამპი არის ოფისში. შესაბამისად, ჩვენ ეს ყველა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიყენოთ. საქართველოს არის იგივე ევროპის ნაწილი და ევროპის კონტექსტიდან უნდა შევხედოთ მაგ პერსპექტივას. მე მგონი ამ დოკუმენტში ესეც არის ნაგულისხმები, იმიტომ რომ ცალკეა გამოყოფილი აღმოსავლეთი, სამხრეთი ევროპა, აი რაღაც ესეც ცოტა უცნაურად სახელდებული ეს ნაწილი. ალბათ იქ უნდა დავინახოთ ჩვენი თავი და ესეთი საინტერესოა ის, რომ ამერიკა არის ძალიან მომთხოვნი. ეს ჩანს, რომ ის ყველას მიმართ იქნება მომთხოვნი და იხემძღვანელებს თავისი ინტერესებით. შეიძლება ღირებულებებზე ესე პირდაპირ აქცენტი არ გაკეთდეს, რასაც გულისხმობთ ამაში, ხო, რაღაც ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად ეს მომთხოვნი ამერიკა გამართულ ინსტიტუტებს მოითხოვს ჩვენგან. ანუ იმისთვის, რომ ბიზნეს პარტნიორი, ანუ იმას კი არ გვეტყვის, რომ მაგრამ თუ მის მოთხოვნას ეს ინსტიტუტები არ დაახვედრე კორუფციისგან თავისუფალი, აი არ ითანამშრომლებს ჯერ ერთი, საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას. შეიძლება აქ არ დგას ის საკითხები, რაც ჩვენს გვაწუხებს, მაგრამ იმისთვის, რასაც ამერიკა ცდილობს და რა მიზნები აქვს, იმას ჭირდება პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, რომელსაც აქვთ გამართული საკანონმდებლო სისტემა, არ არის ხვრელები კორუფციისთვის, ინსტიტუტები მუშაობს და ასე შემდეგ, ხო? და მოქნილია თავისუფალი სასამართლო. ეს იქნება მთავარი მოთხოვნა, ასე რომ ვერაფრით
ვერ დავამშვიდებთ ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ეხლა ესე იგი მოვიდა ესეთი კონსერვატორი ამერიკელი ლიდერი, რომელიც ეხლა ყველას გადაუსვებს თავზე ხელს. ესე ნამდვილად არ იქნება. აი რაც ჩანს ამ დოკუმენტში, ეს არის რომ ძალიან მომთხოვნი იქნება. და ამერიკა ეხლა ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, რომ აი სულ გვეკითხებოდა ხო ყველას, რომ აი თქვენ რა გინდათ რომ ის გაგიკეთოთ? არა, ეხლა მოვა და იტყვის, რომ აი ეს მინდა მე. და ისე იქნება, როგორც მე მინდა. ანუ ეს მე და მისი ინტერესები იქნება პირველ ადგილას. მე ესე ვხედავ ამას. მე ასე ვფიქრობ, რომ იქნება ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონის პოზიცია იქნება, რომ ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ასეთი, მე მაქვს ასეთი საგარეო პოლიტიკური ინტერესი და თუ თქვენ გინდათ რომ მე ვიყო თქვენი სტრატეგიული პარტნიორი და წესით უნდა გინდოდეთ, თქვენ წესით უნდა დაიცვათ რაღაცა ტიპის თამაშის წესები. თუმცა აქ არარეალისტური წესები არ იქნება, სრულიად ვიზიარებ, ანუ ეს იქნება გამართული სასამართლო სისტემა, გამართული თქვა სხვა სამართლებრივი თემები, თავისუფალი მედია და ასე შემდგომ, ის ძირითადი პრინციპები, რაც აძლევს სახელმწიფოს ორი განვითარების შესაძლებლობას და სწორედ ამ გარემოში მას მოუწევს და ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, რომ განახლებული ხედვის პირობებში ჩვენ შევძლოთ მოვერგოთ იმ გლობალურ თქვათ ინტერესებს, რომელსაც უხელმძღვანელებს ამ შემთხვევაში ვაშინგტონი, თუნდაც საგარეო ვაჭრობის ნაწილში და რეგიონში არსებული სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნიშა დავიჭიროთ, ჩვენ ამის რეალური პოტენციალი გვაქვს და შესაბამისად ალბათ მომოაწეს ჩვენ მოგვიწევს საკმაოდ აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობა, შესაბამისად იმედი მაქვს ახლო მომავალში ელჩიც იქნება საქართველოში წარმოგზავნილი, რომელიც დაიწყებს მისი მიზნებისა და ამოცანის, მისი დედაქალაქის მიზნებისა და ამოცანის პრაქტიკულ განხორციელებას. რაც შეეხება ამ ახალ სტრატეგიას და ქართულ რეალობაში დავამატებდი ერთ ნაწილს, სასურველი იქნებოდა, რომ მსგავსი ტიპის ახალი სტრატეგიული დოკუმენტების გამოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის უწყებებს რაღაცა ასე ვთქვათ საკუთარი ხედვა ჩამოეყალიბებინა და საზოგადოებისთვის კეთილინებოდა გაევრცელებია ხედვა თუ როგორ ხედავს ამ რეალობაში ჩვენი ქვეყნის საგარეო აქტივობის, უსაფრთხოების ნაწილში აქტივობის განვითარებას. ამისათვის არსებობდა ეროვნული უშუალოების საბჭო თავის ძროზე, რომელიც სამწუხაროდ აგერ სექტემბრის თვეში დაიხურა, სწორედ ეს იყო ის პლატფორმა, რომელიც ასეთი ტიპის დოკუმენტებს უნდა სწავლობდეს საგარეო თემებში, საშინაო პოლიტიკაში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, თქვათ, კრიზისების მართვის ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში, თავდაცვის ნაწილში და ყალიბდებოდეს ერთი კონკრეტული ძირითადი ხედვა, რაც სავალდებულო იქნება სხვა დანარჩენი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ასეთ საკითხზე დღეს ადმე მუშაობა მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს, მე პირადად ესეთი ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ არც მიმდინარეობს, სამწუხაროა ეს, მაგრამ ალბათ ეს სტრატეგია დროთა განმავლობაში ჩვენ გვაიძულებს და ასე გვაიძულებს შეყალებში მიგვიყვას იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, როგორ გვინდა, სად მივდივართ და რა არის ის ნაბიჯები, პირველი რიგის ნაბიჯები და შემდგომი ასე ვთქვათ მრავალწლიან პერსპექტივაში ნაბიჯები, რომელიც მოგცემს ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი სახელმწიფოს ორი განვითარების შესაძლებლობას. არც ერთ შემთხვევაში სტრატეგიული სტაბილურობა არ გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ეს არის შეგუება ოკუპაციასთან და პირველ რიგში სწორედ ეს არის ძალიან მცდარი, იმიტომ რომ რუსეთთან რაღაცნაირად შენარჩუნება იმ ურთიერთობის, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ცდილობს და თითქოს რაღაცნაირად აბსოლუტურად რაღაცა ნეიტრალიტეტზე და ამ ილუზიებზე ლაპარაკი, ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია და აბსოლუტურად არარეალისტურია, იმიტომ რომ ერთადერთი სადაც შეიძლება საქართველოს ნახოს განვითარების გზა და პირიქით ახლა აი გაძლიერებული, მოდით ასე ვთქვათ, გამოღვიძებული ევროპის პირობებში ეს სწორედ აქ უნდა ისწრაფოდეს, რომ რაც შეიძლება უფრო ახლოს იყოს, უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული, იმიტომ რომ მხოლოდ ეს არის უსაფრთხოების და განვითარების გარანტია. აი ამის გამოყენება, რომ თითქოს ნატოს გაფართოების რაღაცა პარადიგმის ცვლილება თუ იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავეხსნათ ამას, ანუ უნდა ჩავეხსნათ დღეს არსებულ მთავარ უსაფრთხოების ასე ვთქვათ სისტემას, რომელიც არსებობს და სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ. დღესდღეობით ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური და ტრამპის მთელი მისი ასე ვთქვათ წინა პერიოდის აქტივობების კრიტიკაც თუნდაც ძალიან მძაფრი საბოლოო ჯამში
გამოჩნდა და აღმოჩნდა უკრაინის ფონზე, რომ პირიქით ეს მოემსახურა გაძლიერებას, მეტი ბიუჯეტის შექმნას, გაზრდას ბიუჯეტების და ასე შემდეგ. ანუ ფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს სწორედ, რომ დღესდღეობით სანამ ეს ასეა და არ არის სხვა ახალი რაღაცა გარანტია, არ ვიცი, პანევროპული უსაფრთხოება თუ ორმხრივი თუ სხვა დაჯგუფებები, ხო? ეს არის აბსოლუტურად არასწორი, როდესაც საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს აი ნატოში პერსპექტივა არ არსებობს. საქართველოს პერსპექტივა უნდა იყოს აუცილებლად და სხვანაირად ეს არის წარმოუდგენელი მოკავშირეებთან ერთად უსაფრთხოების თვალსაზრისით. რუსეთთან დარჩენა პირისპირ არის ჩვენთვის ყველაზე მძიმე პერსპექტივა, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. ივანიშვილის რეჟიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, ზუსტად ისე იყენებს ამ დოკუმენტს. წლების განმავლობაში მიდიოდა უკვე დასავლეთის დისკრედიტაცია, თითქოს დასავლეთ საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, თითქოს დასავლეთი არ ყოფილა არასდროს საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი და თითქოს ისინი არ აღმოჩნდნენ მართლები და აი ტრამპის ახალი ადმინისტრაცია არის იზოლაციონისტური პოლიტიკის გამტარებელი, მას არ აინტერესებს ჩვენი რეგიონი და დაგვტოვა მარტო. ანუ ეს რო სულ მართალი იყო და ამაზე ვისაუბრე, უკვე მცდარია მსგავსი ტიპის ინტერპრეტაცია და ჩვენ ამას ყოველთვის ფაქტები უნდა დაუპირისპიროთ. სულ რომ მართალი იყოს ეს, რატო უხარიათ? ანუ კითხვა ხო უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ის არის საქართველოს ეროვნული და ფუნდამენტური ინტერესების გამტარებელი, იყოს იმით დაინტერესებული, რომ ამერიკის ინტერესებში არ შედიოდეს ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა. აი რატო უნდა იყო ამით დაინტერესებული? ეს ხო ბუნებრივად ნიშნავს, თუ დასავლეთი გადის რეგიონიდან საქართველოს და შენ რჩები შენი ცივილიზაციური მტერის ოკუპანტი ქვეყნის პირისპირ მარტო და არ არსებობს დედამიწაზე რომელიმე ქვეყანა, რომელიც შენი ინტერესების ლობირებას დაიწყებს, ან საფრთხის დროს რაღაცით დაგეხმარება. ანუ ამით რატო უნდა იყოს ხელისუფლება დაინტერესებული, თუ ის არ არის ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ტოვებს მას მარტო საკუთარი მოკავშირეების გარეშე, საბოლოოდ შედეგამდე მიგვიყვანს, რაც ჩვენ 250 წლის განმავლობაში უკვე ისტორიულად ვიცით და ქართველების გენოციდს იწვევდა. ამიტომ პროპაგანდას დაუპირისპიროთ ფაქტები, არ მივცეთ მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა, რაც რეჟიმის ჩანაცვლებაში დემოკრატიული ძალებით მდგომარეობს, ეს ნაბიჯი გადავდგათ და შემდეგ უკვე რაზეც ვისაუბრე, რა ექნება დემოკრატიულ ძალებს კოალიციურ მმართველობას გასაკეთებელი საქართველოში, იმისათვის, რომ ჩვენ კვლავ აღმოჩნდეთ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლური ცივილიზაციის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინტერესთა სფეროში და მათ სტრატეგიულ პარტნიორად. ხელისუფლება ეგრეთ წოდებული რეჟიმი, როგორც უნდათ ისე დაუძახონ საკუთარ თავს, რომელიც დღეის მდგომარეობით დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მას ჩამოერთვა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ის ვერ გაატარებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ვერ დაიცავს ჩვენ ინტერესებს ვერავის წინაშე, განსაკუთრებით ჩვენი ცივილიზაციური მტრის წინაშე. ქართულ მოცნებამ ცხადია ეს ჩანაწერი გამოიყენა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად, მათ დაინახეს ევროპის კრიტიკა, მათ დაინახეს იზოლაციონიზმი ამერიკის, მათ დაინახეს ეგრეთ წოდებული მათი საყვარელი თემა deep state-ი და ევრობიუროკრატები, რასაც ისინი ასე ხშირად საუბრობენ და აჯერებენ საზოგადოებას 1000 ტყუილში, თუმცა ფაქტის ახეზი არის, ქართული ოცნება კვლავაც რჩება ამერიკის და ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებს მიღმა. ამდენი თვის მანძილზე მათ ვერ დაამყარეს ურთიერთობა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, ვერ მოიპოვეს მათგან ლეგიტიმაცია, ვერ დაიბრუნეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკელებისგან. სწორედ ერთი მიზეზის გამო ეს არის ქართული ოცნების და ივანიშვილის თანამშრომლობა ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან, რომელიც რაც არ უნდა სტრატეგიულად ჟღერდეს ამერიკისთვის, მაინც არის წითელი ხაზები და ქართული ოცნება განასახიერებს სწორედ აი ამ აღმოსავლეთის ავტოკრატии და დიქტატორის სახელმწიფოების სახეს, რომელიც ჩვენ კარგად ვიხილეთ და აღბეჭდილი იყო აშხაბადის იმ ფოტოზე, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა კობახიძე, რომელიც წარმოადგენს დასავლეთის საპირწონე სტრატეგიას, დასავლეთის და ამერიკის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების ერთობას, რომელიც ცხადია აი ამ პროპაგანდისტული
მაქინაციებით და მახეებით ვერ გავაფონს. თავარი არის ჩვენი პასუხი იყოს თავდაჯერებული და თავდაჯერებულობა ქმნის სწორედ აი პოლიტიკურ დემოკრატიულ ერთობას, რომელიც არის დღეს საქართველოში ჩამოყალიბების პროცესში ან ჩამოყალიბდა უკვე თითქმის, ჩვენი მთავარი ამოცანა ამერიკას ვუთხრათ და ველაპარაკოთ ერთ ენაზე და ეს ენა არის ის, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ირანის, ჩინეთის და რუსეთის სტრატეგიულ ხაზს, არ მოხდეს აი მსგავსი ავტოკრატიული ძალების დომინაცია სამხრეთ კავკასიაში, დომინაცია შავი ზღვის აუზში და შესაბამისად დომინაცია უკვე ევროპაში, რომელიც არის ამერიკისთვის, ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ამ ახალი დოკუმენტიდან გამომდინარე წითელი ხაზები თავად ამერიკისთვის. ეს დოკუმენტი ძალიან კაფეოა და ამერიკა ყველასგან ჯერ ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა, რესპუბლიკა, რომელიც, რა ვიცი, არც ერთ წამზე არ ვთქვია თავის პრინციპებზე უარი, ხო? ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ასე კონსერვატორული მთავრობა თუ რაღაც დემოკრატების მთავრობის მიდგომებს განვიხილავთ და როგორი სპეციფიკა გამართული მიმართ. ჩვენი ქვეყნის მიმართ არაფერი არ შეცვლა, ეს დემოკრატიული მოთხოვნები რაც არის, სულ ერთი ეს კონსერვატორები იქნებიან, ლიბერალები იქნებიან, სხვა, არანაირად არ იცვლება. ნუ შეიძლება ლიბერალები უფრო გზნობიარე არიან ამ თუ იმ თემებთან კონსერვატორები შეიძლება ნაკლებად, მაგრამ საერთო პრინციპებზე ყველანი თანხმდები და არაფერი არ იცვლება. ამიტომ იმის მოჩვენება, რომ იცი ახლა შეიცვალა ამერიკაში ადმინისტრაცია და ჩვენ ყველაფრის კეთების უფლება გვაქვს და საერთოდ სხვა მიმართულებით შეგვიძლია წავიდეთ, ეს არის თავის მოტყუება. რეალურად ჩვენერი ქვეყნებისთვის არაფერი არ შეცვლა, კიდევ უფრო გამკაცდა მე რო გითხრა, იმიტომ რომ ტრამპს აქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად სამართლიანად გამოვიყენოთ ეს ამერიკული ბენეფიტებიც, რომელიც არის და ახდებოდეს რაღაც პარაზიტირება იგივე ამერიკის ბენეფიტებზე ან ამერიკის რაღაც სიკეთეებზე. და შესაბამისად, როცა ისინი საუბრობენ თქო რუსეთთან დაალაგებაზე, ამერიკის და აი ამ ნარატივის რაღაცნაირად გავრცელებაზე. რუსეთთან დაალაგებაც ეს ძალიან ისეთი ხმამაღალი სიტყვაა, რუსეთი ჩვეულებად შეება გამოწვევად, მან არის საკითხი ჩინეთი, რუსეთი, რომელიც უფრო მეტი გამოწვევა და ნუ ცოტა სხვა კეთში გადავდივართ, დაალაგება არ გულისხმობს ვიზღაცის ხარჯზე დაალაგებას პირველ რიგში. ნუ შეიძლება რაღაც აი ომი სად გათავდება, როგორ გათავდება, რა პირობებზე მათ ბევრი სპეკულაციაა, მაგრამ სინამდვილეში მაინც არ ამგონია რომ ვინმეს ხარჯზე მოხდეს რაღაცნაირი დაალაგება. ამერიკის პოლიტიკისთვის რუსეთი მაინც გამოწვევად რჩება და უახლოეს ავიც პერსპექტივაში ამის ცვლილება მე მგონი შეუძლებელიც არის. მე მგონი ის რომ ესე ცოტა წერია რუსეთზე, ესეც იმას ნიშნავს რომ ბოლომდე ამერიკა არ არის გარკვეული რა პოზიცია ექნება რუსეთის მიმართ, მაგრამ ფაქტია რომ ეხა ჩინეთს ნამდვილად უფრო დიდ საფრთხეს ხედავს, იმიტომ რომ მეტი შესაძლებლობები აქვს. ბევრს ლაპარაკობს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპა, რომელიც რამდენი ორი ბირთვული სახელმწიფოა, ხო, ევროპაში. ამას ახსენებს კიდეც, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, პროპაგანდა შეეცდება ყველაფერი თავისთვის გამოიყენოს, ხო, ეხა ეგრე ხდება, მაგრამ ამ ჯერთი ამ ყველაფერს დავინახავთ ძალიან მალე, როცა ელჩიც გვეყოლება და ალბათ ესე რომ გაიწევა ელჩის დანიშვნა, იმის ბრალიც არის, რომ საბოლოოდ უნდა ვაშინგტონში განისაზღვროს რა პოლიტიკა აქვს ამერიკას თითოეული ამ ქვეყნის მიმართ. აი რა უნდა გააკეთოს ელჩმა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით თქო წინა ელჩებს, იმათ ძალიან გაწერილი გაიდლაინი ჰქონდათ, რაზე უნდა გაეკეთებინათ. მიღებული პრაქტიკა სტანდარტია, ელჩი მოქმედებს დედაქალაქის დავალებით. ასე რომ ეს ეხლა ამ დოკუმენტით უკვე ალბათ შეიძლება ერთ-ერთ თვეში მაინც ყავდეს ახალი. ჩვენ ეს დოკუმენტი ეხლა ვნახეთ, რეალურად ამ დოკუმენტზე ახალი ადმინისტრაცია ალბათ რამდენიმე თვეა მუშაობენ, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სიტყვაზე X კონკრეტულ დროში მათ ექნებოდა საჯარო დისკუსია და ასე ვთქვათ, საჯარო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, შესაბამისად სრულიად ლოგიკურია ის ამბავი, რომ დღეს ჩვენთან ელჩი არ არის. ასევე ლოგიკურია ის, რომ რამოდენიმე ათეული ელჩი იცვლება, ეს იქნება ახალი ტალღა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკის ინტერესი კი არ კლებულობს, პირიქით იზრდება, ამის ცოცხალი მაგალითები არსებობს, ახლა თუნდაც კოოპერაცია სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე თბილისის მიმართ ვაშინგტონის ინტერესი კი არ დაიკლეს, პირიქით მოიმართებს და დაეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომელთაც ეს ქვეყანა არსებობს, ზოგადად ცივილური სამყარო არსებობს.
ჩვენ როგორ გამოიყენებს ამას პროპაგანდას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა ეს რაღაცები გამოიყენოს თავიანთი მიზნებში და ამოცანებში, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება. კარგი შესაძლებლობაა მათ შორის დიდი წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვის, რათა მათაც გადახედონ საკუთარ სტრატეგიას და ჩვენთვის არის კარგი შესაძლებლობა, როგორც ვაშინგტონთან, ასევე ბრიუსელთან და ასევე კონკრეტულად ორხრივ თანამშრომლობის ფორმატში ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან შევხნათ და გავაფართოვოთ ის თანამშრომლობის ფორმატები, რომლებიც მათ შორის ეკონომიკას, მათ შორის უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში და ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ მიმართულებით უკვე მოძრაობა, რათა არსებობდეს დამატებითი გარანტიები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. რათა ეს ჰიბრიდული აქტივობა, ის გამოწვევები, რომლის წინაშედაც დღეს დგას ჩვენი სახელმწიფო და რომელსაც თვალნათლივ ხედავთ, რომ ეს ასე ვთქვათ ნარატივი ჩვენთან ძალიან სამწუხაროდ ძალიან კარგად მუშაობს, დროზე იქნას გადადგმული ნაბიჯები მათი პრევენციისთვის. ანუ ჩვენთვის ეს არის დამატებითი სტიმული იმისათვის, რათა ცალკე ვაშინგტონთან და ცალკე ბრიუსელთან, ასევე ცალკეულ ორხრივ ფორმატში ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებთან დავალაგოთ ის თემები, რომლებიც ჩვენი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ნაწილს შეეხება. ასევე უნდა გავაძლიეროთ და განვაახლოთ სხვა სიტყვა, უბრალოდ სხვა ფორმატში გადავიყვანოთ ნატოს წევრ თურქეთის რესპუბლიკასთან ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების პირველ რიგში, უსაფრთხოების ნაწილში, იმიტომ რომ ამ ახალი სტრატეგიით თურქეთის როლი შავი ზღვის რეგიონში ცოტა სხვანაირ ფორმატს იძენს და უფრო ძლიერდება, ჩემი სუბიექტური აზრია, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რომ შავი ზღვის რეგიონში გახდეს გაცილებით უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ღირებულებისა და ფასის მატარებელი სახელმწიფო, იმიტომ რომ ნატოს წევრ ქვეყნებში თურქეთი მეორეა თავისი შეიარაღებით და თავისი სტატუსით, ასე ვთქვათ, შავი ზღვის რეგიონში და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც კარგი შესაძლებლობაა, სწორედ რომ იმ სტრატეგიის ნაწილში ნატოსთან არსებული ურთიერთობების კონტექსტიდან გამომდინარე, თურქეთთან უსაფრთხოების ნაწილში დავლაგდეთ ორხრივ ურთიერთობებში და შევიქმნათ დამატებითი გარანტიები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. არ მგონია, რომ რუსული ჰიბრიდული თუ სხვა ტიპის ინტერესები დღეს მოდიოდეს თქვათ ანკარის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა. ერთი ასპექტი რო შემოვიტანო, ერთ-ერთი დამყარებული მშვიდობის მაგალითი არის ჩვენი რეგიონი, ხო, რომელიც არაერთხელ აქვს ნახსენები ამ სტრატეგიაში. მეხუთე თუ მეექვსე ვარ. ხო. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ აი ამ რეგიონში, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლა აქტიურად მიდის მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, იმიტომ რომ ზაფხულში ეს იყო დეკლარაცია და ტრიპის გზა, ანუ ეს არის ტრამპის გზა მშვიდობის და კეთილდღეობის. რომელიც დიდი ადვოკატი იქნება რასაკვირველი ამერიკის ადმინისტრაცია. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენი საზღვარი სომხეთთან გამშვები პუნქტები, ეს ეკონომიკური ინტერესი, ვაჭრობის და საზღვრის მართვის რაღაცა გაადვილებული და გამარტივებული სისტემები. აი ეს არის ის საკითხები, რაზეც ავარაუდოდ სერიოზული აქცენტი გაკეთდება. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც საზღვრის მართვა, ვაჭრობის გამარტივების თემები, ეს ჩვენი ორი გამშვები პუნქტი სომხეთთან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ახლოს არის შედარებით ტრამპის გზასთან, ასე რომ ვთქვათ, აი იქ არის მთელი ინტერესი. ასე რომ საქართველოს გარდა იმისა, რომ ამერიკასთან მოუწევს ბევრი მუშაობა, ასევე რეგიონულ ქვეყნებთან, ხო? ესეც ამერიკის ლიდერობით და ნუ სომხეთთან, აზერბაიჯანთან განსაკუთრებით კიდე, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა წარმოიდგინეთ ის თემები, რაც ეხება ვაჭრობის გამარტივებას, სასაზღვრო ინტეგრირებულ რაღაც ერთობლივ მართვის საკითხებს, ეს ნიშნავს, რომ შენ ისეთი ინსტიტუტები და ისეთი რაღაცა სამართლებრივი ჩარჩოები შექმნა, რომელიც დროულად ყოველგვარი კორუფციული კორუფცია და დაცული იქნება ბიზნესმენის ინტერესები. ესე ან პროპაგანდისტვისაც თქო, ეს ყველაფერი ჩვენ ხო ვიცით ეს წინასწარ, რომ ესე იქნება ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე მოლაპარაკებები, ეს ტრიპის საკითხი, რომელიც ეხლა რა ეტაპზეა, მე როგორც ვიცი, რაც იწერება ამის შესახებ, სომხეთი და ამერიკა მუშაობს რეალურად აი ამ პროექტის მეტი შინაარსით დატვირთვისთვის, ამის შემდეგ ის წარედგინება უკვე აზერბაიჯანს და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულია. გარდა ამისა, ამერიკას რაც ნახსენებია სტრატეგიაში, აი ამ კონცეფციაში, იშვიათი ხო
იშვიათი ლითონები. რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა ბოლო პერიოდში. უკრაინასთან ვიცით, მთელი გაზაფხული ამ საკითხზე იყო. ეხლა რამდენიმე თვის წინ უკან თუ არ ვცდები ყაზახეთთან, ასე რომ მისი ტრანსპორტირების, ამ ლითონების ტრანსპორტირების საკითხიც მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთის გზა გამორიცხულია. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს უკვე. იმ შემთხვევაშიც კი თუ რაღაცა მოკლედ დათბება ურთიერთობა რუსეთთან, ჯერჯერობით პირიქით სამხრეთის გზები ვითარდება. ასე რომ აქაც ჩვენ ვართ გამტარი და აი ამაშიც ძალიან სერიოზული რაღაცა მოთხოვნების წინაშე დადგება საქართველოს, რომ ითანამშრომლოს, ინსტიტუტები გააუმჯობესოს, კანონმდებლობა დახვეწოს, მეზობელ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა ქონდეს, უფრო შინაარსობრივი და არა პროპაგანდისტული, რასაც პრინციპში მე მგონია, რომ ძირითადად ამას ვხედავთ ახლა ჩვენ. ასე რომ ბევრი საქმე აქვს საქართველოს წინ. ორსტვე დაუბრუნდება ამ ტრამპის დერეფანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, მოხსენებულია ამ დოკუმენტში მოხსენებულია როგორც მშვიდობის დამყარების ელემენტი და ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობს ტრამპის ადმინისტრაცია ამ პროექტის წარმატებით შესრულებაზე. საქართველოს თუ არ იქნება ამერიკის პარტნიორი და ევროკავშირის მათ შორის ძალიან გაჭირდება ამ პროექტის წარმატებით დასრულება. პირველი რომ ესეთი, შეიძლება კანონმდებლურ დონეზე შეთანხმება მოხდეს და გაფორმდეს ხელშეკრულებები, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ეს გზა არ არის მზად. და მაგას დაჭირდება არაერთი ათეული ალბათ რომ საქართველოს დონეზე ამოვიდეს, რას გულისხმობ. მთელი ენერგომატერიალები მაგალითად აზერბაიჯანიდან გადის საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამიტომ საკმაოდ დიდია საქართველოს დამოკიდებულება, გარდამაგზა რეგიონში ხო წონა ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა. და ყველა ვარიანტში საქართველოს უნდა იყოს ძალიან მჭიდრო პარტნიორი ამერიკის. ამიტომ ამერიკის ინტერესებში ეს დევს თავიდანვე და არსად არ წასულა. სავარაუდოდ მაგიტომაც არა ვართ ახალ სტრატეგიაში ასე გამოკვეთილად ნახსენები, მათ იციან რომ ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორები ვიქნებით. ისე ობიექტურად შევხედოთ, არც ერთი ქვეყანა არ არის ეს ცალკე მაინც და მაინც გამოკვეთილი. დიახ, ეგეც მასეა. ესე უფრო რეგიონალური ის არის მაინც. ეგრეც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ნებისმიერ სოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ამერიკის მიერ ამ პარტნიორად ან შესაძლო პარტნიორად განიხილება, აქედან გამომდინარე, მაშინ მას მოუწოდა ასეულობით სახელმწიფოზე საუბარი. მან ზოგადად განსაზღვრა სად რა ტიპის, ასე ვთქვათ, რა ტიპის საყრდენებზე აეწყობა მისი პოლიტიკა და ინტერესები იქნება და ეს დოკუმენტი დარწმუნებული ვარ, უკვე დამუშავებულიც იქნება და ჩაშლილი, ასე ვთქვათ, უწყებრივ დონეებზე და ყველა სამინისტროს, ასე ვთქვათ, და ყველა სამსახურს ეცოდინება რა ტიპის საკითხები ექნება მას გადასაწყვეტი. შევეხები უსაფრთხოების ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა სტრატეგია დაიწეროს ამერიკის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში, თავდაცვისა და სადაზვერვო ან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა პარტნიორებთან და ქვეყნებთან არ იქნება გადახედილი, არც ერთ შემთხვევაში ისინი კვლავ გააგრძელებენ და პირიქით არსებული ამოცანებიდან გამომდინარე გააძლიერებენ თანამშრომლობას საკუთარ პარტნიორებთან. ჩვენ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც გააუმჯობესებს თბილისსა და ვაშინგტონს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის ნაწილს, მაგრამ ეს ინფრასტრუქტურა რო შეიქმნას, უნდა ეფუძნებოდეს იმ ძირითად პრინციპებს, რაც ამყარებს ამ ტიპის თანამშრომლობას და არის, ასე ვთქვათ, დაფუძნებული იმ საკითხებზე, რაც ამ თანამშრომლობაში ნდობის მომენტს აჩენს. ამიტომაც მაგ მიმართულებითაც საკმაოდ ბევრის გაკეთება მოგვიწევს ჩვენ, რომ ასე ვთქვათ, ნდობის კომპონენტი იყოს ძლიერი, ვაშინგტონი ენდებოდეს თბილისს, სადაზვერვო უსაფრთხოებისა და სხვა ტიპის საკითხებში თანამშრომლობა. შეუძლებელია ეკონომიკურ დიდ პროექტებზე საუბარი, დიდ ინვესტიციებზე საუბარი ამ კომპონენტის გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში ეს კომპონენტი უნდა მოგვარდეს, დაალაგდეს, ჩამოყალიბდეს სწორი დიპლომატიური და უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში სწორი კომუნიკაცია და სწორედ ეს საყრდენები ქმნიან სამომავლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივას. შეიძლება ზეწოლა რუსეთის მხრიდან კიდე გაიზარდოს საქართველოსზე. ანუ ესეც სავსებით მოსალოდნელი, ანუ კიდე უფრო გართულდეს სიტუაცია. ჩვენ ირანს არ შევხებივართ, ხო? ირანი საგანგებოდ აქვს ნახსენები ამ აზიის რეგიონში და ასევე ის ცნობილი ოპერაცია ზაფხულში, როდესაც ბირთვული ობიექტები დაბომბა და რომ ამას კიდე დააპირებს თუ ირანი რამეს გაბედავს. და ეს ტრიპის გზაც ფაქტობრივად ეს არის შესაძლებლობა ამერიკისთვის ძალიან დაუახლოვდეს ირანს, ხო? ძალიან ახლოს არის აი ამ გზასთან, ხო? ანუ ეს მხოლოდ ეკონომიკური ყოფნა არ არის ამერიკის. რეალურად სამხედრო ყოფნაც არის გარკვეულწილად, ხო? როგორი სტრატეგიული ყოფნა. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ აი დამოუკიდებლად, ანუ
გასაგებია თურქეთი ნატოს წევრია და ამ რეგიონში არის, მაგრამ ამერიკა შეიძლება ესეთი თავის ნაფეხურს ესეთი სტრატეგიულ სამხედრო ჭრილში სწორედ ეხლა შემოქონდეს ეს კონტექსტი. ირანი ძალიან ეწინააღმდეგება რასაკვირველია ამას. სომხეთში 2054 წლამდე რუსეთის ბაზა სამხედრო ბაზა რჩება და ჯერჯერობით სომხეთი ოფიციალურად არც ერთი ორგანიზაციიდან არ გამოსვა, არც აპირებს. ეგ ნიუანსის გასათვალისწინებელი. სავარაუდოდ ეგ კომპონენტი გათვალისწინებული იქნება. DST-ს სამხედრო თავდაცვის კოლექტიური უსაფრთხოების ODKB რუსულად რომ მოიხსენიება. ევრაზიული კავშირი კუხოში გაყინა მე მგონი თავისი აქტივობები, მაგრამ გამოსული არ არის. გიუმრის სამხედრო ბაზა აქვს, 102 სამხედრო ბაზა, რომელიც ჩვენგანაც ძალიან ახლოს არის, საზღვართან არის პრაქტიკულად. თუმცა რამდენად შეუძლია ამ ბაზას იყოს ქმედუნარიანი და გადაწყვეტოს რუსეთის წინაშე არსებული რაღაცა რეგიონალური საკითხები, ეგ საკითხავი, მაგრამ არ მგონი ამ ტიპის გამწვევებაზე წავიდეს სიტუაცია. ალბათ ეს ვაშინგტონს კარგად აქვს შეფასებული, დარწმუნებული ვარ, კარგად ექნება შეფასებული და სწორედ რომ ძველვადიან პერსპექტივაში მის მიერ დეკლარირებული რეგიონალური პოლიტიკა ემსახურება სხვადასხვა ტიპის საკითხების მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას. მათ შორის არის ეს გახშირებული ურთიერთობები ერევანსა და ვაშინგტონს შორის, ერევანსა და ბრიუსელს შორის, ბრიუსელს რომ ამბობ ამაში გულისხმობ ზოგადად ევროკავშირს, მისი აქტიური კომუნიკაცია საფრანგეთთან, სხვა ლიდერებთან, სხვა ქვეყნებთან, ჩვენც ამ ამოცანის წინაშე დგავართ. ჩვენ არ უნდა ველოდოთ ახლა იმას, რომ ეს სტრატეგია როდის ჩამოყალიბდება, როდის გაიხდება სამოქმედო დოკუმენტი, ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ლონდონთან, პარიზთან, ბერლინთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მათთან ორხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ, სხვა ტიპის კოოპერაცია უნდა გქონდეს. რამდენად ვაკეთებთ ამას, მე მგონი ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ ვიღაცა ამ საკითხზე დაფიქრდება. ამის გარეშე ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფ ჩვენი რეგიონულ საფრთხეების საკითხებს. გამორიცხულია ჩვენ მარტო როგორც ერთი სახელმწიფო, რაღაც ასე გამდეგილი სახელმწიფო ვერ ვიარსებებთ. გამორიცხულია შესაბამისად უკვე უნდა გამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რომ სწორედ რომ ეს სტრატეგია შეცვლის ვაშინგტონის დამოკიდებულებას ბრიუსელისადმი, ვაშინგტონის დამოკიდებულებას ჩვენი რეგიონისადმი და სწორედ ახლა უნდა მოვერგოთ, იმიტომ რომ ჩვენი ტიპის პატარა სახელმწიფოებს აქვს ასეთი ტიპის ვალდებულება. ჩვენზე არ მოერგებიან, ჩვენ უნდა მოვერგოთ და ჩავждეთ იმ ძირითად ნარატივში, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ უსაფრთხოებას. უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ტიპის ერთ დიდი პროექტი ამ ქვეყანაში ვერც რეგიონში ვერ განხორციელდება. ამიტომაც აქედან უნდა დავიწყოთ ზრუნვა დღესვე. განსაკუთრებით რასაც ხაზი ესმება, როგორც შედარებით ასე ვთქვათ, სიახლეს და განსხვავებულობას, ეს არის ის, რომ უფრო ფართო, რაღაცა დიდი ღირებულებითი სივრციდან ინაცვლებს ეს მთელი პოლიტიკა, ინაცვლებს უფრო პრაგმატულ ეგრეთ წოდებულ ტრანზაქციულ, ასე ვთქვათ, განზომილებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს კონკრეტული ინტერესები, კონკრეტული შეთანხმებები, მათ შორის შეიძლება რაღაცა ტიპის გარიგებების და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დღევანდელი ვითარება მსოფლიოში, გეოპოლიტიკური ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რა თქმა უნდა, გულისხმობს ძალიან ბევრ საკითხზე კონკრეტულ თანხმობას, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს მულტილატერალიზმზე და მხოლოდ რაღაცა ესეთ მულტიპოლარულ მსოფლიოს გულისხმობს. არა, აქ არის ბუნებრივია ინტერესი ყველა დიდი ინსტიტუტისაც, ეგ ნატოზეც საუბარია და არა ისე როგორც ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა თუ როგორ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული და რა უნდა გააკეთოს კარგმა ხელისუფლებამ იმისათვის რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს და არა პირიქით, არა დისტანცირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ცივილიზებული მსოფლიოსგან, არამედ პირიქით როგორ ჩაეწეროს აი ამ ახალ როგორც ვთქვი, ტრანსფორმაციულ პროცესში. ჩვენ ოპონენტებს, ამ ქვეყნის მტრებს არ მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და დემორალიზაციის საშუალება. ის გარემოება, რომ რუსეთის სტრატეგიულ საფრთხედ არ არის მოხსენიებული დოკუმენტში, არის ცუდი შეცდომა ჩვენი გადასახედიდან, თუმცა ეს დოკუმენტი არ არის ტრამპის ადმინისტრაციისთვის დოგმა, ეს დოკუმენტი არის გარკვეულწილად ის ფასი, რომელიც მან თავის იზოლაციონისტურ ფთას უნდა გადაუხადოს და ამ დოკუმენტში ძალიან ბევრი რამ ხელმოსაჭრელი
ჭიდი არის, რაც საქართველოს ნორმალურმა, დემოკრატიულმა და ეროვნული იდეების ირგვლივ და ინტერესების ირგვლივ გაერთიანებულმა ხელისუფლებამ შეიძლება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს. ამიტომ ამ პროპაგანდის საშუალება არ მივცეთ, დაუპირისპიროთ ფაქტები და ჩვენ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს და ნიჰილიზმის დრო ნამდვილად არ გვაქვს. ქართული საზოგადოებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების სტრატეგია ერთ შეხედვით ძალიან დრამატულად იქნა აღქმული, თუმცა სინამდვილე ის არის, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი ვესაუბროთ ამერიკას, ტრამპის ადმინისტრაციას სწორედ იმ კუთხით, რა ინტერესების აქვს თავად ტრამპს და მის ადმინისტრაციას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ გამოუჩნდეთ როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც მოკავშირე ქვეყანა, რომელიც არ შეუძლია ივანიშვილის ხელისუფლებამ წარადგინოს, ვინაიდან ივანიშვილის ხელისუფლება წარმოადგენს ამ ქვეყანაში ჩინეთს, ირანს და რუსეთს, მაგრამ დემოკრატიულ ძალებს ჩვენ შეგვწევს უნარი ვაჩვენოთ და დავანახოთ ტრამპს ის, რაც არის მის ინტერესებში, ის რომ არ არსებობს დომინაცია ევროპაში, სამხრეთ კავკასიის გარეშე, არ არსებობს ტრიპი და ზანგეზურის კორიდორი, სადაც დიდი ინტერესი აქვს ტრამპს საქართველოს გარეშე და ის რომ დემოკრატიულ ძალებს შესწევთ უნარი შექმნან ახალი რეალობა, რომელიც არის სწორედ ამერიკის ინტერესების თანხვედრაში.